წარმოიდგინეთ, რომ თითოეულ ჩვენგანს ყავს სუპერგმირები, როგორც მისაბაძი ადამიანები, რომლებიც ჩვენ შთაგონების წყაროს წარმოადგენენ და გვიბიზგებენ, რომ უფრო ძლიერები და უკეთესი ადამიანები გავხდეთ. ზუსტად ასეთივე გმირები ყავს ეკლესიას წმინდანების სახით, რომელთა შესახებ დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ და გავიგებთ, თუ რატო წარმოადგენენ ისინი ქრისტიანული რელიგიის განუყოფელ ნაწილს. თანამედროვე ეპოქაში ადამიანებში ორთოდოქსული ეკლესიის მიერ წმინდათა მიმართ დამოკიდებულება ხშირად გაუგებარი და დამაბნეველია. რისი გამომწვევი მიზეზიც გარკვეული ცნებების ერთმანეთში აღრევა და მათი არასწორად გამოყენებაა. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების თანახმად, ერთადერთ წმინდა არსებას ჩვენი ღმერთი წმინდა სამება წარმოადგენს. ღმერთის სიწმინდე მისი მარადიული თვისებაა, რომელიც მას ყოველთვის გააჩნდა და ვერასდროს ვერ დაკარგავს. როდესაც ღმერთი ადამიანს ქმნის, ბიბლია გამოკვეთილად მიგვანიშნებს იმ პატივზე, რითაც შემოქმედს ადამიანები ყოფიერებაში შემოჰყავს. კერძოდ, ღმერთი ადამიანებს თავის ხატად და მსგავსად ქმნის. ხატება მოიაზრებს ისეთი თვისებების ერთობლიობას, როგორებიც აზროვნებისა და თავისუფალინების ქონა და მატერიალური სამყაროს მფლობელობაა, ხოლო მსგავსებაში კი იმ სათნო თვისებათა ერთობლიობა იგულისხმება, როგორებიც სიყვარული, სიკეთე, სიმდაბლე და სამართლიანობაა. მსგავსების სწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანს შეუძლია სიწმინდის ისეთ ფორმას მიაღწიოს, რა დროსაც იგი ცოდვას შორდება და მადლით ღმერთი, ანუ წმინდანი ხდება. ქრისტიანული ეკლესია კი ასეთი წმინდანებით სავსეა. ისინი ღმერთის ახლო მეგობრებს წარმოადგენენ, რომლებსაც ორთოდოქსული ეკლესია პატივს მიაგებს და ასევე ღმერთთან შუამდგომლობას თხოვს. ჩვენ გვყავთ წმინდანები, რომლებაც მთელი ცხოვრება სიწმინდეში გაატარეს, წმინდანები, რომლებიც წმინდა ოჯახების მიერ აღიზარდნენ, ასევე წმინდანები, რომლებიც ყაჩაღობდნენ და სხვის ქონებას იპარავდნენ და წმინდანები, რომლებმაც ეს ტიტული სიცოცხლის ბოლო საათებში მოიპოვეს. ქრისტიანობის სილამაზე სწორედ ამაში მდგომარეობს. ჩვენ ვიწყებთ ქრისტეს ცხოვრების შესწავლით და შემდეგ იესო თავად წარმოგვიდგენს თავის მეგობრებს თავიანთი უნიკალური საგმირო ისტორიებით, რითაც მიგვანიშნებს, რომ წმინდანები არა განსაკუთრებული, არამედ ზუსტად ისეთივე უბრალო ადამიანები არიან, როგორიც თითოეული ჩვენგანი. და თუ მათ საკუთარი სისუსტეების გადალახვა და ღმერთის გმირებად გახდომა შეძლეს, მაშინ არც ჩვენ ვართ გამონაკლისი. ჩვენ არ გვახსოვს წმინდანები, რადგან ისინი სუპერ ადამიანებს წარმოადგენდნენ. ჩვენ გვახსოვს მათი სახელი, რადგან ისინი ჩვენაირად სუსტები იყვნენ, მაგრამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მათ ეს სისუსტე გადალახეს და განხრთობის მწვერვალს მიაღწიეს. განხრთობის ამ პროცესში წმინდანები სამ საფეხურს გადიან. ეს საფეხურები განწმენდას, განსხივოსნებას და განხრთობას მოიცავს. განწმენდა ამ გზაზე დადგომის პირველი აუცილებელი წინაპირობაა. რა დროსაც ადამიანი ლოცვისა და ასკეტიზმის საშუალებით მის შინაგან სამყაროს ვნებებისგან ანთავისუფლებს და მის მთელს გონებას ღმერთისკენ მიმართავს. როდესაც ადამიანი განიწმინდება, მეორე საფეხურზე იგი ღმერთის უქმნელ საღვთო ნათელს ეზიარება, რითაც მისი განსხივოსნება ხდება. ბოლოს კი მისი სულიერი თავგადასავალი მესამე საფეხურით, იგივე განხრთობით სრულდება, რითაც ღმერთის მიერ ბოძებული ხატების და მსგავსების თვისებების სრულყოფილი ამოქმედება ხდება. წმინდანების შესახებ სწავლება არა მხოლოდ საეკლესიო ტრადიციის, არამედ თავად ბიბლიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ებრაელთა მიმართ ეპისტოლე გვამცნობს, რომ წმინდანები ჩვენ ღრუბელივით გარს გვახვევია, რომელთა მიერ აღსრულებული ლოცვა გამოცხადების წიგნშიც კი დაუსრულებლად გრძელდება. ისინი ლოცვას არა მხოლოდ ღმერთის მიმართ აღავლენენ, არამედ ჩვენს ლოცვებსაც ისმენენ და ღმერთთან შუაუდგომლობენ, რის გამოც მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანთა მეოხებით ლოცვა ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, რაც არა წმინდანთა გაღმერთებას, არამედ საკუთარი თავის დამდაბლებას გულისხმობს. ამ საკითხს კიდევ უფრო გასაგებად გადმოგცემს წმინდა ბერი პაისათონელი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გავლენიანი მეზობელი გყავთ, მაგალითად პრემიერ-მინისტრი. თქვენ ამ გავლენიანი ადამიანის დახმარება გჭირდებათ, მაგრამ დახმარების სათხოვნელად გამბედაობა არ ყოფნით. ამ შემთხვევაში თქვენ დახმარებას და პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობას დედამისთ ხოვთ, ანუ იმ ადამიანს, ვისაც თქვენ კარგად იცნობთ და ამავდროულად რომელიც გავლენიან ადამიანთან უფრო ახლოს დგას. სწორედ ამ სულისკვეთებით ვთხოვთ ღვთისმშობელს და შემდგომში ყველა წმინდას ღმერთთან ჩვენთვის შუამდგომლობას. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდანებს არა ეკლესია, არამედ მხოლოდ ღმერთი ქმნის. ეკლესია წმინდანის მხოლოდ და მხოლოდ კანონიზაციას ახდენს, რაც მას შემდეგ ხდება, როდესაც მორწმუნეები ეკლესიას თავიანთი სასწაულებრივი გამოცდილების აღსაწერად მიმართავენ, რომლებიც მათ ამ ადამიანებთან ურთიერთობისას განიცადეს. როდესაც მსგავსი ცნობები მომრავლდება, ეკლესია ასეთი ადამიანების ცხოვრების შესწავლას იწყებს, რათა დადგინდეს, ნამდვილად იყვნენ თუ არა ისინი წმინდანები. თუ გამოკვლევა წარმატებით დასრულდა, მაშინ ადგილობრივი ეკლესია ამ ადამიანებს წმინდანად შერაცხავს.
ხოლო დანარჩენ ეკლესიებს ცნობას გაუგზავნის, რათა მათაც შეიტანონ ხსენებული პიროვნებები თავიანთ სინაქსარიონში, რითაც მათი ლოცვებში მოხსენიება მოხდება. ორთოდოქსულ ეკლესიაში წმინდანები ძირითადად 6 ჯგუფად იყოფა. ამ ჯგუფებს მოციქულები, წინასწარმეტყველები, მოწამეები, იერარქები, მონაზვნები და მართალი ადამიანები განეკუთვნებიან. თითოეულ კატეგორიას როგორც უნიკალური, ასევე საერთო ისტორია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის 2000 წლიან ისტორიას აერთიანებს. ისტორიას, რომელიც სავსეა უწყვეტი ბრძოლით და გამარჯვებით, რომელში მონაწილეობისთვის თითოეული ჩვენგანი მოწოდებული ვართ. ეს არის საგმირო ისტორიები, რისი გამეორებისკენაც თავად წმინდანები მოგვიწოდებენ, რათა ჩვენც წმინდანები გავხდეთ. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, თუ გინდა გაუთანაბრდე მოციქულებს, ამ ქვეყნად არ არსებობს რაიმე, რასაც შენი შეჩერება შეუძლია. იმედი მაქვს დღევანდელი ეპიზოდით ისიამოვნეთ და ბევრ ახალ ინფორმაციას გაეცანით. ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, რაც წმინდათა როლის გაცნობას ემსახურებოდა. ამ შესავლის წყალობით მომავალში საშუალება გვექნება კონკრეტულ წმინდანთა ცხოვრებას შევეხოთ და მათ გასაოცარ ისტორიებს გავეცნოთ. ისტორიებს, რომლებიც შეეხება როგორც მეუდაბნოვე მამებს, ასევე მეომრებს, ყაჩაღებს და მოციქულებს, რაც დამიჯერეთ ნამდვილად გახდება თქვენი ინსპირაციის წყარო. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ვიდეოს მოწონება, გაზიარება და არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ. ასევე კომენტარებში გამიზიარეთ, რომელი წმინდანი წარმოადგენს თქვენი ინსპირაციის წყაროს. ან უბრალოდ კომენტარებში დამიწერეთ, თუ შემდეგ ვიდეოებში რომელი წმინდანების ისტორიების განხილვა გსურთ. მომავალ შეხვედრამდე.